de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 254 ეპიზოდს გააცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. მინდა დავიწყო მადლობა სტუდენტებს, რომლებმაც წამოიწყეს კამპანია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად. ამ ვიდეოს როცა ვწერთ 600,000 ლარი არის უკვე შეგროვებული და წინ არის ყველაფერი. ჯერა კიდევ ბევრი ადამიანი და კომპანია შეუერთდება ამ კამპანიას და ავაგროვებთ იმდეს, რამდენიც საჭიროა. ამ ვიდეოს კომენტარებშიც იქნება რეკვიზიტები, ვინმეს დახმარება თუ გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ათასობით წლის წინ, როცა ადამიანები 20-25 კაციან ჯგუფებად ცხოვრობდით და ნადირობა შემგროვებლობით ვიყავით დაკავებული. ასე ჯგუფებში მონადირე შემგროვებლების ბავშვი იყო ყველასი. ანუ ყველა ბავშვი ყველასი იყო და ყველა ზრუნავდა თითოეულზე, როგორც საკუთარზე. ნუ რა თქმა უნდა, ბიოლოგიური მშობლები ყოველთვის მთავარი მზრუნველები იყვნენ, მაგრამ კოლექტიური ზრუნვა ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. 10,000 წლის წინანდელი ადამიანი არაა ჰუმანურობის ეტალონი. მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი მონადირე შემგროვებელი წინაპრებისგან. 10,000 წლის წინანდელი ადამიანი ნუ გვაჯობებს ბიჭო ბავშვებზე ზრუნვაში. მიმდინარე კვირაში ქოცები არაფრით გამოირჩეოდნენ. ისე რეპრესიული ინიციატივები, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, ევროკავშირის კრიტიკა და ლეგიტიმაციის ფარგლებში უცნაურ ხალხს შეხვედრები. ანუ ნული კრეატივი. არაფერი საერთოდ მგონი ხვალვე შემიძლია ჩავწერო შემდეგი კვირის ეპიზოდი. რავი, აი პატარა ანონს გავაკეთებ შემდეგი კვირისას. კობახიძე ევროკავშირს და ევროპარლამენტს უტევს. პაპუაშვილიც იგივეს აკეთებს, ოღონდ უფრო უტიფრად. კალაძეც იგივეს აკეთებს. განცხადებების სიმძაფრეს რაც შეეხება, კალაძე იქნება სადღაც კობახიძის და პაპუაშვილს შორის. ამ კვირაში ქოცებმა აი ვის შეუტიეს, აბა თუ გამოიცნობთ, რომელ ქვეყანას შეუტიეს ქოცებმა ამ კვირაში? დანიას. დანიას შეუტიეს ქოცებმა. ჩვენ როგორც პროსკანდინავიური გადაცემა ამას ვერ გავატარებდი. დანიაში აქცია დაარბიეს და აი დანიაში აქციის დარბევა გამოაცოცხლა ქოცები. კობახიძე ამბობდა, თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ. მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში? რავი, ჯერ ერთი ასეთ ევროკავშირში არ იყავით სულ მთელი ბოლო წლები. რასაც აკეთებთ. შეგახსენეთ, რომ წინა კვირაში პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება. ახლა კობახიძემ ძალიან მიგვაჩვიეს ყური და აი ამ ფრაზაზე. დღესაც ისეთივე ტრუხა მოსასმენი გახდება, როგორც ვიღაცის განცხადება, რომ ეს იყო ქართული დემოკრატიის უკან გაადგმული ნაბიჯი. ახლა რა მოხდა დანიაში? პროტესტანტები დაარბიეს რობოკოპებმა. სიხარულისგან მეცხრეცაზე არიან ქოცები. დემოკრატიის სადარაჯოზე მდგარი კობახიძე ადგა და ღია წერილი დაწერა. წაგიკითხავთ. მე მიყვარს ჩემი მაყურებელი, რასაკვირველია არ გაკადრებთ ამ სიგიჟის ბოლომდე ციტირებას. საუკეთესო მომენტებს ამოვიდა.
როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც ფიქრობთ არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან. სიხარულით წუხდა ირაკლი. კოცი ერთ-ერთი არსებაა პლანეტაზე, რომელსაც სიხარულით წუხილი შეუძლია. კიდევ ერთი ამონარიდი. საქართველოსთვის ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ. ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა. ისეთი მკაცრი იყო ირაკლი, რომ თითქოს ჩემზე ჩაატარა გამოძიება BBC-მ და მე დამადანაშაულა ქიმიური იარაღის გამოყენება. ესენი ვინ არიან ესენი? ათასობით ადამიანი დაწამლეს, დალეწეს, ჟურნალისტებზე იძალადეს, ღირსების მედლები ჩამოიკიდეს და კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე შფოთავენ. წლის უტიფრი სტატუსი მაისშივე გადაეცემა ირაკლი კობახიძეს. არა და კონკურენტები ნამდვილად ყავს. კალაძემ გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილი მიწერა. საქმე ისაა, რომ ზაარბრუკენმა, გერმანულმა ქალაქმა ზაარბრუკენმა თბილისთან კავშირი გაწყვიტა. არ ვიცი რა ქვია, ევქარისტული კავშირი არ ქვია მაგას, მაგრამ ძმობის კავშირი გაწყვიტა მოკლედ. საქართველოში დიქტატურის გაძლიერების გამო ზაარბრუკენს თბილისთან დამეგობრებული ქალაქის სტატუსი აღარ უნდა. ვის უნდა გაეცა პასუხი ამაზე? მერია მერის წინააღმდეგ. კახა კალაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა გერმანელ ხალხს, სადაც წუხდა, რომ Deep State-მა გაიმარჯვა. თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ვიხილეთ. წუხდა კალაძე. კოპენჰაგენმა შეაწუხა ძაი, რუსთაველმა ვერ. ერთი წერილით გერმანიას გააკრიტიკა და დანიაც კალაძემ. ერთი დარტყმით ორი გოლი გაიტანა კახიმ. აქ ალბათ ელით ხუმრობას ავტოგოლზე, მაგრამ არ იქნება. არ იქნება, იმიტომ რომ მაგ თამაშზე ტრიბუნაზე ვიყავი და ვამხნევებდი. არა უშავს ყიროდი, არა უშავს, და ტრიბუნაც ავიყოლიე. პირველი ავტოგოლის მერე. მეორეს მერე ვცადე, მაგრამ მერე ვერ ავიყოლიე. თუმცა, ესე ნამდვილად იყო. ყველას გვაქვს ბიოგრაფიაში შავი ლაქები. ზაარბრუკენი პირველი ქალაქი იყო, რომელიც თბილისს დაუმეგობრდა. ამის შემდეგ კიდევ 18 ქალაქი დავიმეგობრეთ. ახლა კი პირველი მეგობარი აღარ გვყავს. ქოცების პერიოდში თბილისი 4 ქალაქთან დამეგობრდა. სოფია, სტამბული და ბოლო ორი მარტივად უნდა გამოიცნოთ. რა თქმა უნდა, თეირანი და მინსკი. აუ ნელ-ნელა პოულობთ ჩვენს შესაფერის მეგობარ ქალაქებს. მე ხა თეირანს და მისო დაუმეგობრდები, ზაარბრუკენი ატაშოვს დაგადებს, ასიზო. შალვა პაპუაშვილი თავისუფალ დროსაც გერმანიის ელს აკრიტიკებდა და ახლა რა გააჩერებდა. პიტერ ფიშერმა თქვა, რომ 40 წლიან კარიერაში Deep State-ი არაფერისმენია. და ქოცების მოგონილია. შალვამ კი ეს პირადად მიიღო და უპასუხა. მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა Deep State-ზე. აბასადარის ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. ქართველებს არა, შალვა,
შენ დაგცინის. პირადად შენ დაგცინის ჩემი აზრით. კობახიძე და სხვაებიც ხო ამბობდნენ Deep States. კი ამბობდნენ, მაგრამ აი ფიშერი მგონია რომ გერმანიის ელჩზე საბოლოო დასკვნა ისევ კობახიძემ დადო. ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. აჰა, ძმაო, მარტივად. მიდი ახლა და ეკამათია. საერთოდ არის ჩვენთვის ევროპელი. წაიდა მიჩიულე. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. დღეს ბრაზილიის დროშით გვაქვს. ნეიმარი მოკვდა ტირილით. როცა გაიგო რომ სოფლიო ჩემპიონატზე მიყავთ. ეს არის ერთადერთი კარგი ნიუსი, რომელიც დღევანდელ ეპიზოდში გვაქვს. ჩვენთან Facebook სტატუსების კონტროლის უწყება იქმნება. აქამდე ზაკონტროლებდნენ და აჯარიმებდნენ ხალხს, მაგრამ ახლა სპეციალური სამმართველო იქნება, რომელიც სპეციალურად ამ თემაზე იმუშავებს. ამ სიახლის შესახებ მამუკა მდინარაძე მკვამცნო. ქართულ ენაზე. ამიტომ ეს არ არის რუსული ინიციატივა. ციტირებ. შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფილი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. განაცხადა გენერალ-მაიორმა მამუკამ. ახლა უკვე გასაგებია, რა საჭირო იყო მამუკა მდინარაძის ლეიტენანტობიდან გენერალ-მაიორმამდე ასე სწრაფად დაყვანა. შეგახსენებთ, რომ მამუკა 2025 წლის 3 სექტემბერს გახდა ლეიტენანტი და 2026 წლის აპრილში უკვე გენერალმა. მაშინ ჩვენ უვიცები ვერ ხვდებოდით, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი და თურმე ჩაიგდე ენა რო არის რასტელიკინებ, კაც. კაც ბიჭო, თურმე ამ ხელა პასუხისგებლობისთვის ამზადებენ. უნდა სკროლოს. დღე და ღამე უნდა ათენოს არ გამორჩეს ვინმე რომ ვიღაც ქოც გამონი ხო არ უწოდა. რეაგირება უნდა მოახდინოს. ამას გააკეთებს ლეიტენანტი, ან უფროსი ლეიტენანტი, ან მაიორი, ან კაპიტანი, ან ვიცე-პოლკოვნიკი, არ ვერ გააკეთებს პოლკოვნიკი. აი გენერალ-მაიორი. გენერალ-მაიორი უკვე სხვათა მიალდობა ამ ხელა პასუხისგებლობას. არსებობს ასეთი ტერმინი თმენის ვალდებულება. სამართლებრივად თმენის ვალდებულება აქვთ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა ვიდრე რიგითი მოქალაქის მიმართ. რატომ ახლა? პოლიტიკოსი ნებაყოფლობით შედის საჯარო სივრცეში. იგი ახდენს გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ მისი მოქმედებები, განცხადებები და ხასიათიც კი შეიძლება გახდეს მკაცრი საჯარო შეფასების საგანი. ქართულმა ოცნებამ კიდე გადაწყვიტა, რომ თმენის ვალდებულების ტვირთი გადავიდეს ხალხზე. გაიგე, თმენის ვალდებულება ეგრე ესმით, რომ რა გინდა, არ მოგწონს მთავრობა, მოითმინე ძმა. თმენის ვალდებულება. რა თქმა უნდა, თმენის ვალდებულება არ არის უსაზღვრო. ამიტომ გადავხედოთ სამართლებრივ პრაქტიკას. ადამიანის უფლება და ევროპულ სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე განუხილია ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტია ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ. ავსტრიაში იყო ასეთი პოლიტიკოსი, გუბერნატორი იორგ ჰაიდერი. ერთხელ
მან დაიცვა ნაცისტების მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები. ჰაიდერმა განაცხადა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ჯარისკაცები, მათ შორის ისინი, ვინც გერმანული არმიის რიგებში ირიცხებოდნენ, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და მაშა სადამე ავსტრიელები მათ კარგ და ცუდ ჯარისკაცებად კი არ უნდა ყოფდნენ, არამედ მადლიერებას უნდა გამოხატავდნენ, ვინაიდან სწორედ მათ უზრუნველყვეს ამჟამინდელი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ამ სიტყვების გამო ჰაიდერს კრიტიკა დაატყდა და ნაცისტს უწოდებდნენ. ჟურნალისტმა ობერშლიკმა დაწერა სტატია იდიოტი და არა ნაცისტი. ანუ ჰაიდერი იდიოტია, ნაცისტი არაო. უბრალოდ იდიოტია, რა. ჩვენში დარჩეს და ჰაიდერი სინამდვილეში ნაცისტი იყო და არა იდიოტი. ამიტომ ეს იდიოტი ეწყინა, გაიგე? ეწყინა, ჟურნალისტს უჩივლა. ავსტრიის სასამართლოში მოიგო საქმე და ჯარიმა დაეკისრა ჟურნალისტს. საქმე წავიდა სტრასბურგში. სტრასბურგმა კი დაადგინა, რომ ამ კონტექსტში ტერმინი იდიოტი არ იყო არაპროპორციული. მოკლედ, რომელიმე ქოცი საშინელებას თუ იტყვის ან გააკეთებს, შეგიძლიათ Facebook-ზე იდიოტი უწოდოთ. მამუკა დაგაჯარიმებთ, მაგრამ სტრასბურგში მოიგებთ და ჯარიმის ფულს დაიბრუნებთ. ალბათ მოგებაშიც გახვალ. ახლა კიდე რა ტერმინები შეგვიძლია გამოვიყენოთ? დაინტერესდით? გავაგრძელოთ პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა. არის ასეთი საქმე, ლოპეშ გომეშ და სილვა პორტუგალიის წინააღმდეგ. ჟურნალისტმა ლოპეშ გომეშ და სილვამ ერთ-ერთ პორტუგალიელ პოლიტიკოს უწოდა მასხარა, კლოუნი, მდაბიო, გაუთლელი. და არასერიოზული. პორტუგალიის სასამართლომ გაამტყუნა, საქმე წავიდა სტრასბურგში. სტრასბურგში ჟურნალისტმა მოიგო. სტრასბურგმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ჟურნალისტიკა სტერილური ვერ იქნება. დემოკრატია ითხოვს გადაჭარბებას, სარკაზმს, ემოციურ შეფასებებსაც. შესაბამისად, მეგობრებო, ტერმინები მასხარა, კლოუნი, მდაბიო, გაუთლელი და არასერიოზული შეგვიძლია გამოვიყენოთ. მით უმეტეს ქოცებმა რა ზელენსკის კლოუნი ეძახეს, რავი, ამ ტერმინზე რა ნამუსით უნდა გაგვიჭედოთ. უბრალოდ მე მაინც მოგიწოდებთ, რომ კლოუნი არ გამოვიყენოთ შეურაცხყოფელ კონტექსტში. კეთილშობილი პროფესია, რომელიც ადამიანების გამხიარულებას და გაბედნიერებას ემსახურება და პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. თან უხერხულია კლოუნი უწოდო ქართულ ოცნებას. ერთადერთ მთავრობას მსოფლიოს ისტორიაში, რომელსაც 14 წელია ერთი კარგი ხუმრობა არ უთქვამს. რაც მე შევარდნაძეს ვებრძოდი, მაგრამ არასდროს მithქვავს, რომ ცუდად ხუმრობს. პირიქით, გენიალურად ხუმრობდა ხოლმე. ანუ შემიძლია პოლიტიკოსი არ მომწონდეს, მაგრამ რაღაც დავუფასო. ქოცების ნათქვამი ერთი წესიერი ხუმრობა დამისახელეთ ამ 14 წელიწადში და 51 ნომრიან მაისურს ჩავიცვამ შემდეგ გაწყდა. მოკლედ დავიმახსოვროთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ იდიოტი, მდაბიო, გაუთლელი, არასერიოზული. თუმცა სტრასბურგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონტექსტს. ამ ტერმინებს თუ გამოიყენებთ, კონტექსტს მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება სტრასბურგმა ერთ საქმეში გაამართლოს მდაბიოს წოდება, სხვა საქმეში არ გაამართლოს. კონტექსტს მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის იურიდიული რჩევა. მინდა გამართო, ეს არ არის იურიდიული რჩევა, ყველა ჩვენ სტატუსზე პასუხისგებლობას ვიღებთ ინდივიდუალურად. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა მოხდება უფრო მამაპაპურ, ჯიგრულ, კახურ Facebook სტატუსებზე რა. შეგვიძლია რომ პოლიტიკოს უწოდოთ ავი. აქ მეგობრებო, მზა ფორმულა არ არსებობს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. თუ 100%-ით არ ხართ დარწმუნებული, რომ სორ კონტექსტში ამბობთ ამას და თქვენი შეფასება პროპორციულია. რავი, თუ დარწმუნებული ხართ, უბერეთ. თუმცა აქ უეჭველი აქ უეჭველი დაჯარიმდებით და
სტრასბურგშიც მოგების შანსია 50-50 იქნება. თქვენ თონაც უნდაცონეთ. სტრასბურგს არ უყვარს კიდევ სექსუალურ ორიენტაციაზე ჩაჭერა. ის ფაქტი, რომ საქართველოში სამთავრობო გეები ოჯახის ჰეტეროსექსუალურ სიწმინდეს იცავენ, ფარისევლობაა, გასაგებია, მაგრამ სტრასბურგს მაინც აჟრეალებს ხოლმე ვიღაცას რომ ორიენტაციას წამოაძახებ. თუმცა ფარისევლობაზე აქცენტი მოსულა. TikTok-ებს რო წერთ ხოლმე რომ ეგა მიყავს, აი მაგას მოერიდეთ. ანუ ფარისევლობაზე გაუტრაკე და არა ორიენტაციაზე. ბუნებრივია ახლა ბევრი აღშფოთდებით, რომ მთავრობამ ტროლბოტობით საზიზღრად გვაგინოს, დაგვირეკონ ტელეფონზე და აი ბოლო სიტყვებით გვაგინოს და ჩვენ ევროპული სტანდარტით ვაგინოთ. სამწუხაროდ ასია. როცა ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, მთავრობა უნდა გამოცვალო. თუ მთავრობას ვერ ცვლი, სანამ შეცვლი, იქამდე შენთვის სხვა კანონები იქნება და სხვებისთვის სხვა. ჩვენ ყველა სტანდარტის დაცვა მოგვიწევს და სხვების უზნეობაც უნდა ავიტანოთ. აბა დიქტატურაში ცხოვრება რა გგონია? ეგ არის ცუდი. არის მეორე გზაც. შენც ფეიქ აკაუნტებით ამოუტრიალო ყველაფერი, როგორც ისინი აკეთებენ. რავი. ევროპაში როცა ცხოვრობ, პოლიტიკოსი ცუდად თუ იქცევა, უამრავი ბერკეტი გაქვს მასზე ზემოქმედებისთვის. არ გჭირდება რომ დედის სოფელი აგინო. გაიგე? პატარა მიწოლა და წავა თანამდებობიდან. და საქართველოში ერთადერთი გინება გქონდა გულის მოსაფხანად და მაგასაც გვართმევენ. ამიტომ რადგან გინებაში ევროპული სტანდარტი მოგთხოვეს, ჩვენც ევროპულად მიუდგეთ პოლიტიკას და ხელისუფლებებს მალმალე მეინოთ. ლანძღვის ტერმინების შერჩევა კი არა, ჩემი აზრით შორს არაა ის დღე, როცა ინტერნეტი შეიზღუდება. იმედზე კი გავა სიუჟეტი რა მაგარი თამაშია, დინოზავრი რო კაქტუსებს ახტება. რა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და როგორ ავითარებს ადამიანის აზროვნებას. ამიტომ დინარაძის ქროლვის სამმართველოზე მე ბევრს არ ვინერვიულებდი. გინება კი არა, უბრალოდ კრიტიკაც სანატრელი იქნება. არ გჯერათ, ვისაც არ გჯერათ, ტროტუარზე დადექით აბა და თქვით რომ მთავრობა არ მოგწონთ. ამ კანონების მიზანი მართლა ის კი არაა, რომ თმენის ვალდებულების ფარგლებში ვაკრიტიკოთ მთავრობა. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საერთოდ ყველაფერი გაჩუნდეს. ამიტომ გინება იდიოტოთი კი არ უნდა შევცვალოთ, მთავრობა უნდა შევცვალოთ. სტრასბურგის პრაქტიკაზე იმიტომ გესაუბრეთ, რომ გავხალისებულიყავით ცოტა, მაინც იუმორისტული გადაცემა ვარ. თორემ რა ის სტრასბურგი და გამოხატვის ფარგლები. სტუდენტები ლექციებიდან გამოყავთ და ციხეში უშვებენ. ტროტუარზე დგომის გამო. გაქანებულ დიქტატურაში ვცხოვრობთ, ხალხო. და ქოცების მიღებულ კანონებს კი არ უნდა მოვერგოთ. მთავრობა უნდა შევცვალოთ. თორემ ტროტუარზე დგომისთვის სამდღიანი ციხე სანატრელი გაგვიხდება მალე. რა დრო იყო ტროტუარზე დგომისთვის 3 დღით რო გვიჭერდნენ, 6 თვე რა ამბავია მაგის გადავატე. აი აქამდეც მივალთ მალე. ამიტომ თავებს შემოუძახოთ და ქვეყნის გადარჩენაზეც ვიფიქროთ. 26 მაისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. კიდევ ერთხელ დავენახოთ ერთმანეთს, შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ერთად ვართ, ერთმანეთის იმედი გვაქვს და ბრძოლა გრძელდება. სულ ეს იყო რას დღეისთვის მინდა და მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.